შენიშნებს რომ აძლევენ ვიღებ. სერიოზულად მართლა ვიღებ შენიშნებს. ოღონდ ნორმალური ხალხისგან. ნორმალური ხალხისგან. რა აქვს მნიშვნელობა შენ ვინც არ უნდა იყო შენიშნები შეიძლება მიიღო. მაკედონელმაც მიიღო შენიშვნა, მე რა. ნუ მეფარებიო, გაიწიო. ზესფარაო, გაიწიო. მეფარებიო. გონება მოიცადე, როგორ იყო, არა. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მიშაზე გებინდება გონებაო. კი, უნდა მითხრათ ვიღაცამ, რომ აი მიშაზე რატო გებინდება გონება, ხო? რეგვენი არა ვარ, იდიოტი არა ვარ. კოცებს არ ვახსენებ ახლა, არ ვლაპარაკო კოცებზე, არ შევიგინები, არც ერთ სიტყვას არ ვიტყვი. რა, კოცი თქვი და იმ წუთში მომინდა რომ წავახურო რა. აი მომისმინეთ ახლა. ბავშვობიდან ვიზრდებოდი ტირანიაში. საბავშვო ბაღი იყო ტირანია, ახლა თვალს რო ვავლებ, სკოლა იყო ტირანია. სადაც არ უნდა წასულიყავი, ტირანიაში ვიყავით. არაფერი არ შეიძლებოდა, არაფრის თქმა არ შეიძლებოდა. გატისკული, დაჩაგრული, გარეთ გავიდოდი ქუჩაში. ბლატაობა და ჩხუბი და დანების ტრიალი და ხოცვა-ჟლეტვა, მანქანაში ჩაჯდებოდი, გაიშნიკები და ისენ პოლიციელები ყოველ 100 მეტრაზე ფულის წართმევა, სულ საზიზღრობა, სულ საშინელება. ზვიად გამსახურდია მოვიდა, ატყდა ომები, მოკლეს, დახოცეს ერთმანეთი, დაანგრიეს საქართველო, მარხავთ ამ ხალხს, ვათრევ კუბოებს. მერე შევარნაძე მოვიდა, მობრუნდნენ ისევე ის გაიშნიკები, იდგენ ქუჩაში, გართმევენ ფულს. სადღაც რაღაც ბიზნესით ვიყავი დაკავებული პოლიციელებმა, ორი პოლიციელი დამეტაკავად მიჭერენ და მივყავარ. ზედმეტი ცხენის ძალები მქონდა ბავშვობიდან და ამ რეგბის თამაშის დროს საერთოდ გავედი ასტრალში თან. ორივე მოვაშვლიპინე და წამოვედ სახლში. ცემა, ტყეპა, ნგრევა, რა ვიცი. აი კეთილების ტყნა გამოვლილი, 90-იანები. გატანჯული მთელი ცხოვრება, გაიარა მთელმა ცხოვრებამ, თო. გაიარა, ვერ გავიხარეთ, ვერ ამოვიღეთ ხმა, ვერაფერი ვერ თქვით, სულ თავში გვირტყავენ, სულ ჩაგრავენ, სულ გათენდა ერთი დილა დავჯერხი მანქანაზე გამოვედი და გაიშნიკები აღარ დგანან. რაშია საქმე ამის დავადირე. წავედი თოფის გასაფორმებლად, მივედი რაღაცა ლამაზ შენობა დგას, მივედი რიგში დგას ხალხი და $50 გამზადებული მაქვს. 50 არ იყო, მეორე $100 ჯიბეში გამზადებული. მივედი, გამიფორმეს თოფი, გამომართვეს 6 ლარი და გამომიშვეს და წავიდე მეთქი სახლში ვეკითხე, ხო, წადიო. 2 წუთში. გამოცდებს უყურე, ფულს არავინ აღარ იღებს, ვინც ჩაბარება უნდა, აბარებს, სწავლობს. არავინ აღარაფერს აღარ იპარავს. მობილური ეზოში დამჭე ჩავედ დამხვდა. მანქანას აღარ ვკეტავ. აკუმულატორს დედა მოტყნულს აღარ უნდა ისა, ჯაჭვებით დაბმა. არავინ აღარაფერს აღარ აშავებს. გაივსო ტურისტებით საქართველო, მოვდივართ. დედა რა ხდება ეს კაცო? ამოვისუნთქე დედას ფიცავარ. აი ლაღად ცხოვრობდი რა. დაიწყო საქართველო მოძრაობა. ბიჭო, შენ გენაცვალე ამერიკის პრეზიდენტი, ევროპელები, გაიხსნა ქვეყანა.
ატყდა ვიზო მოძრაობა ევროპაში, დამყარდა კავშირები, წავიდა ეკონომიკა წინთან როგორ. აშენდა ჩვენი ოჯახი და რა ვიცი, მეჩვენება და მართლა მებინდება გონება. მომეჩვენა ეს ყველაფერი რაც იყო? 2007-ში წამოვედი მე მადიდან, 2007-დან მერე 8-ში ხო რო დაინახა რუსეთმა რომ ესენი უკვე გავიდნენ ასტრალში. აი და დაიწყო იმ წუთში ომი. რა მნიშვნელობა აქვს მიშა იქნებოდა პეტრე თუ პავლე? რა 9 აპრილს მიშა იყო სააკაშვილი, მერე მიშა იყო სააკაშვილი? რუსი მაინც დაგიწყებდა ომს. რუსეთში ხალხს პლაკატები ეჭირათ, გამოუშვით მიშა ჩვენთან მადრო პრეზიდენტობას მორჩებაო. ხალხი შესციცინებდა დღესაც ეგრეა, დღესაც აბოდებთ მიშაზე. რუსები დადიან, არ გამოუშვებენ მიშას ციხიდან, რუსეთში წავიდეს პრეზიდენტი გახდეს, იქნება გოშველოსო. და აი რა ხალხი მეტროებში მით იმაში ავტომატებით დადიოდა, რესტორნებში ასე ავტომატები მიყუდებული იყო და ვქეიფობდით და ვსვავდით და ვჭამდით და იქ. მიშა რომ მოვიდა გაძეძგილი იყო საქართველო. FSB-ს აგენტებით და კაკებეშნიკებით და ვირთხებით და ჩაფლახებით. რომ რა დემოკრატიას ათხოვთ მიშას, რა დემოკრატია უნდა გაეკეთებინა წარღვნილი ქვეყნიდან. წყალი მოიყვანა, შუქი მოიყვანა, ამის დედავატირე სოფლებში ზემოთ უფასო სასწრაფო დახმარება დადიოდა, დენი იყო, გზები იყო, გააკეთა, იწვალა, იშრომა, არა დაინახა თუ არა რუსეთმა ეგრევე ცოცხები და იმის ჯანი და ომი. და მუშაობა რომ всё, მიშა სააკაშვილი უნდა შეეზიზღოს სულ ყველას. შევარდნაძე ხო აკეთებდა რუსულ საქმეს, ორჯერ ლაფეთქებდნენ რუსები, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი პოზიცია ეგეთი რუსისთვის უკვე წარმოუდგენელია. რა საქართველოს რა პრეზიდენტი გიჟი ხო არა ხარ. და გეჩვენებაო და გონება გებინდებაო. მტერი მოსულია გვეტევება გვიხოცავს სულ ყველას და გონება მებინდებაო. ხო ეტენებიან ესენი რუსებს. იტენიან რუსები, არც ესენი არ უნდათ რუსებს, არავინ არ უნდა. მიიღეს, დაუბრუნეს რამე. და ესენი რუსულ კანონებს იღებენ და იმ კაცმა რაც გააკეთა, აღარც უფასო სასწრაფოა, აღარაფერი აღარ არის. და ცემატყება. ხო, ვიშასაც ჰქონდა შეცდომები, ანგელოზი კი არა. მაგრამ ამ კაცმა ისეთი რაღაცები დაგვანახა და ისეთ რა დროში გვაცხოვრა, რომ ბიჭო შვება ვიგრძენითო. პოლიცია აღარ დამდევს, აღარ შტრაფავს, აღარ მაჩერებენ. რა ვიცი, ახლა ჩაავთავ და სტაიანკებზე მარტო იმხელა მაყუც ახევენ ხალხს. გაიშნიკები არ არიან, მაგრამ გამოხვალ თბილისში და მანქანაზე ვარიანტი არაა სახში რომ მოხვიდე შტრაფის გარეშე. მაგას გაიშნიკებ ჯობია ისევე. რავი, მებინდება გონება და მომეჩვენა. სტალინმაც ააშენა საქართველო. სტალინმა რომელიც საქართველო აგიშენა, 3 ავტონომია გაგიხსნა. ჩემო კარგო. საქართველოში გაგიხსნა 3 ავტონომია და შენი მიწები ყველა ირგული მეზობლებს დაურიგა. დაგხოცა, გაგვანადგურა და წაურღნა მიწისგან და მისგან. რუკიდან. რა შენა სტალინმა მე-11 არმია გამოაგზავნეს, დაადუღეს ქვაქვაზე აღარ დატოვეს. დედა საწყალი პორტუგალიელები და ისენი, დანიელები, სტალინი რო არ აყავდა, როგორ აშენდნენ ნეტა. რა შენა სტალინმა. ქართველები იდგენ, მუშაობდნენ და აშენებდნენ და აკეთებდნენ. სტალინმა რა აშენა. რაც მთავარი იყო, ის არ მოგცა და დანარჩენი ვის რა შეაინტერესებს. ან ვინ მოგცემდა. მე ვიღებ შენიშვნა, ხო?
გონება შეიძლება მართლა დაბინდული მაქვს რა და ვაფანატებ, ხო? გიტლერის დროს და რამდენს დაებინდა გონება და ეგონათ რომ მართალს აკეთებდნენ და ხო აკეთებდნენ მაგას. მე მიშას დროს არავის ცემაში არ მიმიღია მონაწილეობა, არავინ არ დამიჭერია, არ შევარნაძის დროს და არ ზვიადის დროს. თითი არ დამიყარებია არავისთვის. არც მეხებოდა და ვერც ვიგებდი იმ სამყაროში რა ხდება, იმიტომ რომ იქითკენ არ ვიხედებოდი და არ მაინტერესებდა. ხო, ციხეებში ეხლა მიშა ცემდა, ეხლა რა შვებიან. ეხლა არც არაფერს აკეთებენ და კიდეც გიწყამენ. ხო და ამხელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური და აი მას დავკის ქვეშ რო ხარო, შენ გონია რომ всё, აი ცხოვრება გაჩერდა, უნდა გახვიდე გარე და გაიშნიკებს აძლევ მთელი ცხოვრება ფული. ამაზე წინ ვეღარ წახვალ. всё, დამთავრდა ეგრე და უცბად ხდება ისე რომ თურმე ეგრე არ არის. და აი ამხელა წნეხის ქვეშიდან ვიღაც ტიპი მოვიდა და გაგანთავისუფლა და გითხრა რომ всё, სხვანაირად ვიცხოვროთო. და მომეწონა. რატო დამებინდა გონება, რა არის აქ დასაბე? მომეწონა რომ საბაჟოზე აღარ მომიწია, მე კომპანიაში მუშაობდი და ტვირთები მომქონდა. და მოვესწარი მაგას. რომ ოთახებში არ დავრბოდი და თვალების პაჭუნი აღარ მჭირდებოდა და ქრთამების მიცემა მოცემა. მომეწონა და მანქანებზე იმდენი რამეები მოგვიხსნა, გაიში დავდიოდით და გვახტევინებდნენ ამ ფულებს. ხო? აი ამ ხელა წნეხის ქვეშ თავისუფლება, აი უბრალოდ დააკვირდით რა. დიღომში ერთი კაცი ყავდა და ბირჟაზე ძალიან ჭკვიანური შეკითხვა დასვა რა. აიო ძაღლსო, ყველაზე მაგრა ვინ უყვარსო? და რა თქმა უნდა ყველამ პასუხი გავეცით ვინც საჭმელს. არა. თავისუფლებას ვინც აძლევს ძაღლს, აი ის უყვარს ყველაზე მაგრა დამერწმუნეთ. ყველაფრის უფლებას რო აძლევს და თავისუფლებას ძაღლს, აი ის პატრონი უყვარს ყველაზე მაგრა. ხო, ძაღლებმა იციან ეგ და ჩვენ ვერ ვისწავლეთ თუ რა, რატომ ებინდება გონება. ამხელა წნეხის ქვეშ გამანთავისუფლა და გამიშვა რა, მიდი. გააკეთე. ბიუჯეტში ფულს არ იხდიდანო, ბევრი ხალხი იმასქნა რა, არ იხდიანო და მესმოდა რა, იქ დაიჭირა, აქ დაიჭირეს, გადაახტევინებდა ფულს გამოუშვებდა. რაღაც საოცარ კორუფციაში, ჭაობში ჩამჯდარი ქვეყანა მიიღო ამ კაცმა და აბა როგორ უნდა მოქცეულიყო. თქვენ ჭირიმი არ გააკეთოთ ეგრეო რა, ეგრე თქვა და აღარ გააკეთებდე. ბიუჯეტიც გაავსო. ბათუმი აჟო ვამაყობ ვანახებ ხალხს და ამერიკელები რა შენ გონე ჩვენ არა გვაქვს ეგეთი ქალაქი მეთქი საქართველოს ჩავთო ვანახებ. სად არის მეორე ბათუმი ამ თავრობამ რატო ვერ ააშენა? ბიჭო მიხარია ბათუმს რო უყურებ, რატო დამებინდა გონებადო? არაფერი არ ხონდა მიშას დემოკრატია. რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობ თქვენ ჯერ ქვეყანა არ არის შემდგარი ჯერ. ამერიკელებმა დემოკრატია იცი დაამყარეს. სმით ენდ ვენსონის ქარხნები გახსნეს ჯერ. იარაღის გამოსაშვები. და მერე დაამყარეს დემოკრატია. მიშას დროს რომელ დემოკრატიაზე ხო უნდა გველაპარაკა, აი დემოკრატია და რომელი დემოკრატია ბიჭო, ქუჩაში ტიპები ავტომატებით დადიოდნენ და პოლიცია ფულს იღებდა. პოლიცია ქუჩაში გაგაჩერებდა და ფულს გართმევდა. პოლიციელები ყაჩაღობდნენ. გაბლატავებული, გადაჯიშებული და გადარყვნილი ადამიანები იყვნენ. ახალი თაობა უნდა გაეზარდა იმ ძველებისთვის რამე უნდა ეკნა. და რო დაიწყო მაგის კეთება ყანიაში, აბა 60,000 პოლიციელს სახში რო გაუშვებ, გექნება კონფლიქტი, აბა რა იქნება? აბა რა ეკნა? გამოსწორდით, გენაცვალეთ თქვენ და აღარ აიღოთ ფულიო? ის გააკეთა.
ასფალტი წამოთ, შუქი მოვიდა, მე რა, შუქი მოვიდა, არაფერი არ გქონდა და მოვიდა და გამიხარდა. ბიჭო, ორჯერ 2-4 რა. აი, რაღაც ამოჩემებული ისა გაქვთ, აი, მოდაში არის თუ ქულები გეწერებათ, თუ აი, ოღონ მიშაზე თქვა, მიშისტების დედა მოწყანი, იგი ნაციონალების დედა, აი, რაღაც ამოიჩემეთ რა, აი, ზვიადა რო ამოიჩემეთ და ეხლა ნანობთ. ეხლა ნანობთ ის კაცი რომ მოკალი და ვინც პირველი მაგას აუჯანყდა, იმათმა სიკვდილის წინ თქვა ესე ყველაფერი, ქვეყანა დავღუპეთო. ამოგიჩემებიათ ეხლა ეს მიშა და ძუძუებს აჭამდა კაც და სანდრა ჯიგარს ყიდიდა და ჩაკაფულს აკეთებდა. ბაჩუ ახალაია ჯიგარს ჭრიდა იმებს. ეხლა ყველაფრის თქმა არ მინდა რა, ბევრ ადამიანს ვაწყენინებ რა. სისულელებს ნუ მწერთ და ნუ დამირეკე და დაგელაპარაკები, ქვებს კი არ ვიცი კაცო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სულ შენ ჭირიმე შენ გენაცვალეთ გელაპარაკები. ქოცებზია რომ ვაფანატებ და უბერავთ ორე. ჩვეულებრივი ხალხი ბიჭო. მოდი მითხარი, აბა რატო დამებინდა გონებადო? რა უნდა გაეკეთებინა მიშ? ანეგ როგორ გააკეთა დედას ვიცავარ. აი ეხლა ესენი რაც მოვიდნენ, რამე გააკეთეს, რამე გააკეთეს. იმ დღეს ბავშვები ჩამოიყვანეს იმაში, ამერიკაში და მეთქი მომღერალი ბავშვები ჩაკრულო გუნდი. და გამიხარდა რომ ვა, ჩვენი მთავრობა რაღაცას ესე იგი ყურადღებას აქცევს, ბავშვები გაუშვათ, აი ბავშვებო იმღერეთ, დააფინანსეს თუ რა ვიცი. თურმე ნასას ჩამოუყვანია. 50 წლის უკან სიმღერა ჩადეს, ჩაკრულო გაუშვეს. და ჩაკრულო იპოვეს გუნდი და ჩამოიყვანეს 50 წლის თავის სასაღნიშნავად და ჩაკრულო სიმღერა, ჩაკრულო გუნდი და ამღერეს და იყვნენ ხალისობაში და უკრავდნენ ტაშებს და ცეკვავდნენ და თამაშობდნენ. ხო, გამიხარდა ეგ რო დავინახე, ეგეც გამიხარდა ქართველი ბავშვები რო ჩამოვიდნენ და მღეროდნენ, კაი ბავშვები იყვნენ ძალიან. არ მინახია, მაგრამ სხვებმა ნახეს, მე უყურე და კარგად ცეკვავდნენ და მღეროდნენ და აი. კარგი რაც არის, რავი, ვამჩნევ გონება ჯერ არა მაქვს დაბინდული და. რა ეხნა რუსეთმა რო შემოუტია სააკაშვილს, გაქცეული იყო? რაც შეეძლო წინააღმდეგობა გაუწია. ამ ამერიკელებსაც რო გადაეკიდე წყალი ჩამოგვინა, არ შემოსული იყო ის გემი იქ, სადაც შემოვიდა და ნახავდით მე რას იზამდნენ. გავიდოდნენ ბაქოს ნავთობამდე, საქართველოს გაარიხინებ და გავიდოდნენ ბაქოს ნავთობში. მარტო საქართველოს დასაცავად კი არ შემოვიდა ეს. მე თუ მკითხავ, შენ პუტინს ეგ შენი საქართველოს უერთად ადგილზე კიდეა, იქ უნდოდა იქ, მაგრამ ის დაიკეტავს, ой, ცხოვრებაში ვეღარ ჩაყობს, ხუის მორჩა. ბაქოს ნავთობში. ხო, ხდებოდა. პოლიციელები გამოვიდნენ, ახალი მუშაობა დაწყებულია, იქ ვიღაცა მოკლეს, იქ ვიღაცა ცემეს, იქ ვიღაცა ყველგან ხდება ეგ. ყველგან ხდება. გამოვიდა ბურჯანაძე და მოაწყო კრემლის მიტინგი პირდაპირ რუსთაველზე, საქართველოში, ცენტრში. კრემლისგან დაკვეთილი მიტინგი მოაწყო და დაშალა მის, აბა რა ეკნა, ჩაებარებია კრემლისთვის მაშინ ყველაფერი? ნუ რა, თქვენც ხო იცით არა რაც მოხდა და როგორც არის, რაღაც მაყბედებ და მაძაღლავებთ ამის დედაცა მოწყანმე რა. თქვენც ძალიან კარგად იცით რა. Просто აი ერთმანეთს აყოლილი ისენი ხართ რა. აი ეს ვიღაცა ეს მეტრიანი სუნიანი გიზით მათ ბევრი ფული შემოაგდო იმან FSB-მ და აღარ იცით სად გაიხიოთ ეს ტრაკები რა. და რაღაც სისულელეს ლაპარაკობთ. სტალინმა რა სტალინი ბიჭო, სად მიშა და სად სტალინი ბიჭო. 30 მილიონი კაცი ყავს მოკლული ბიჭო იმ სტალინს თო. მიშა გიმყარებდა ამერიკასთან და ევროპასთან საწყისი საფეხურები დავიწყეთ. 1-2 გავაკეთეთ ნაბიჯი ზემო და არა იმ წუთში მიაძაღლეთ.
ეხლა ხო მოგწო ტროტუარზე გაჩერება რო არ შეიძლება. და რო ყაყანებდნენ ესენი, ვის მართლა აიაფებდა ის კაცი ყველაფერს, მიშა. ეხლა გავაიაფებთ, მოატყუეს ხალხს, მიაცემინეს ხმა და გაასმაგეს. გამარჯობა თქვენი. ხო, რავი, ვის დაებინდა გონებად, აი, ამას თუ გონების და კარგი, რაც დავინახე, მომეწონა და ვამბობ, ცუდი, რაც დავინახე, არ მომწონს და ვამბობ. მომეწონა ძმაო მიშამ, რაც გააკეთა. მომეწონა, რო დაჯდა ტრაქტორზე და ავტონომიური ოლქი და ბეტონები ელაგა, ასე და დავძრებოდი, ჩინი ვითომ სხვა ქვეყანაში შედიღარ. მივიდა ტრაქტორით, გადაყარა ისენ რუსი ჯარს, გააჯმევინა იქიდან. და აშენა ბათუმი. რავი, ამას გონების დაბინდვა ქვია. ოკეი. რომელი ფაშისტი მიშა იყო, ვის დაესხა თავს, რომელ ქვეყანაში გადავიდა საომრად. გაჩათლახებულ და კორუფციაში ჩაწოლილ ტიპებს ებრძოდა, რომ ეგრე ცხოვრება არ შეიძლება, თორე ვიღუპებით. ეხლა ხო გავთ, კაი. ატკატების კარუსელები და მთელი საქართველო მაგითი ხო ცხოვრობთ, ლიჟბისადმე კორპუსი ააშენოს და არაბებს მიყიდოს. მაგის გულის და მოვიდნენ? ეს კაცი ოკუპანტს მაინც ეუბნებოდა, ოკუპანტი ხარო და ეომებოდა, ბლიან. და არც სანტიმეტრს არ დაგითმობ ჩემი მიწისო. და ყოველდღე ახსენებდა მაგას. სადაც წავიდო და ყველგან ამბობდა. ესენი ირანში დადიან და სიკვდილი ამერიკასო ბიჭო. და ევროპასო და იმასო, ისრაელსო და ირანელები და ისენი გაიხადეს, ხამასები, ძმაკაცები. რავი, ეგ მოგწონ მე დამებინდა გონება თუ თქვენ. რა ვიცი, აბა ძმაო. ლოგიკურად როგორ რანაირად არა, შეურაცხყოფას არავის არ გაყენებთ რა, მაგრამ რანაირად, აბა მითხარით. ბიჭო, ვერ ხედავ კარგს რო გააკეთებს ადამიანი და მაინც და მაინც უნდა მოგატყუოს და ქცემოს და ის მაინც და მაინც ის მოგწონთ, ვინც გატყუებს და ქცემს და კლავს. მიტინგზე ქცემა, აბა რას გიზამდა, ბარემ დაეჭირათ რუსული დროშები და გამოსულიყვნენ. ჩაუდგენ FSB-ს ისენი აგენტები მაგ მიტინგს და რა უნდა ექნა მიშას. აი მიტინგებით რო ვერ აჯობეთ, იმითი ვერ აჯობეთ, ამითი ვერ აჯობეთ. ამასაც მოუწია დრო და ეხა მართლა დიქტატორი ხო არ არის, არა, მოუწია დრო უნდა წავიდეს. ალიევსაც დიქტატორს უძახოდნენ. მთელი ამერიკა და ევროპა ლანძღავდა, მილიონჯერ მაქვს ნათქვამი. და ალიევმა რეზულტატი რო დადო და ის გააკეთა, რაც გასაკეთებელია, თეთრ სახლში ხელი ჩამოართვეს და თავი მუხლებამდე დაუწიეს. ჯიგარი ხარ შენო. დიქტატორი. რა იყო და რაღაც შალვა ნათელაშვილი. მთელი ცხოვრება დადის რა გააკეთა, მანახეთ. ვერაფერი. სულ ვიღაცა უშლის ხელს, სულ უკმაყოფილოა, სულ ვიღაცაზე ღადაობს, კი არ მძულს კაცო ეგ კაცი. ვერ აკეთებს ვერაფერს ძმაო და რა ვიცი, აბა რა ადგინათ ეგეთი მოჭიდავე ყველა შეჯიბრით უწააგო. რა ადგინდათ ხო? უნდა გამოცვალო არა? ასე რომ რა ვიცი მე ძმაო რანაირად შეიძლება ესე იფიქრო და ესე იცხოვრო, რომ რეალობაზე თქვა უარი და დაჟინებულად, სპეციალურად თუ რა ვიცი, გულდაგულ თუ განზრახ თუ რაღაცა სისულელეს მხარეს იდგე, რამდენი წელია უკვე, აი სისულელის მხარეზე დგახარ და იჩემებთ რომ ესია. და ეგრე არ არის, ვერ მივდივართ წინ. ავიცი, აბა, მტრის მხარეზე მყოფი ადამიანები, ნორმალურები, როგორ უნდა იყვნენ?
მიშამ რა გვიქნა მიშამ კი არ გიქნა კრემლი გიშვება მაგას და მიშა შეეწინააღმდეგა კრემლს და კრემლმა დასაჯა ქოცების ხელით ასე რომ ბონების დაბინდებაზე სანამ ლაპარაკს დავიწყებთ, მანამდე უნდა ფაქტებით შეაფასო რა. შევარნაძეს მონსტრი იყო, ძალიან მონსტრი იყო. შევარნაძე რომ მოვიდა, ვაფშე ფანჯრებიდან ვისროდით კაცო ავტომატებს. რა უნდა ეხნა შევარნაძეს, რომელ დემოკრატიაზე დაგიწყებდათ ლაპარაკს, ბიჭო? გადარეული ხალხი იყო ქუჩაში ერთმანეთს ამერიკული ვესტერნები არაფერი არ იყო მაგდროინდელი თბილისი რო გაიხსენო დაჟე მაგან გააკეთა რაღაცეები საქართველოსთვის კარგი შევარდნაძე ბოლოს და ბოლოს არ გვინდა მაღაზია ლაპარაკ დამირეკეთ პირადში და გეტყვით რა გააკეთა მაგრამ გამამწარა აღარც მაგის გინება მინდა. მაგრამ ისეთი რაღაცეები გააკეთა მე ხახად პირი ჩაომივარ და დაბლა რა. რო თურმე რა ჩალიჩობდა მე მივხვდით რა. ძალიან ჭკვიანი და ძალიან ხიტრი იყო იმას ისე ადულად ვერ გაუგებდი ვერაფერს. მაგრამ ბოლოს გამოჩნდა რა რაც გააკეთა. ნუ სად გაექცევი მე გამოჩნდება. ცოცხები გამოვიდა ის კაცი და ამბობს რომ ისე გვეზიზღებოდა სააკაშვილი ჩვენ გავაკეთეთ კადრები და გამოვიდნენ რა ცოცხები ხო არ გაგიჟდით სპექტაკლი რა ვქნათ ახლა რო ყვიროდი არა ეს მართალი სისულელია ნუ უჯერებთ მეთქიო შენო ნაციონალი ხარო მიშისტი ხარო რაღაცე რა ვიცი მე აი რა მიშისტი რა ნაციონალისტი ნეტა მართლა ვიყო რა Ёб-вашу мать, блядь, რა უბედურობა ეს კრემლის აგენტები ვერ მოვიშოვეთ, ნაციონალი და მინშისტრია ჟესტიანჩიკი ვარ, ეს დედა მოტყნული 16 წელიწადია, უკრასკავ თუ 20 წელიწადია მანქანებს, რა ნაციონალი არა ისა ვარ კიდე, ქოცი და ისა ქართულ ოცნებაში მაქვს ხელი მოწერი, ჟესტიანჩიკი ვარ, აქ ურახუნებ მანქანებს, სვარყავ, ვაბამ ერთმანეთზე, ჭრივ, კერავ, კრასკავ, მატორებს ვსვლი, ყველაფერს ვაკეთებ. ნუ ჟესტიანჩიკი, იმიტომ თქვი, რომ თბილისში кайფობდით ხოლმე მაგაზე, ჟესტიანჩიკი, კაი სიტყვა არის და რუსული სიტყვა. ნაციონალი ხარ შენ, ერთ უთხარი არა, პორტუგალიელი ენრიკე ვარ მეთქი რა. რა სამოგიჩემებიათ ბიჭო ეს მიშა და ეს ნაციონალები გაახილეთ თვალები რა კაი რაღაცეები გააკეთეს ქვეყანათ აქციეს და დაანახეს თელ სოფლიოს გადარეულები იყვნენ ალიასკიდან გამორბოდნენ დასასვენებლად ბათუმში მაიამიში აღარ მიდიოდნენ და ლას-ვეგასში ბათუმში გარბოდნენ ამერიკელები თან ემიგრანტი ამერიკელები და კარინოი ამერიკელებიც სულ რეკლამები მიდიოდა ალიასკაზე ისეთი რეკლამები მიდიოდა ბათუმის იმის დედავატირე რომ დამცინოდნენ რა გინდა რა ცხოვრობთ ადრე ბათუმში ცხოვრეო დედა ბიჭო ურაძნელია რა ძნელია რა აი ძალიან ძნელი არის რა თქვენთან ურთიერთობა ქართველებო ძალიან მიყვარხართ სულ რა მაგრამ ქოცებთან ურთიერთობაზე არ მაქვს ლაპარაკი ქოცებთან არავითარ ურთიერთობა არ მაინტერესებს და არც მინდა დანარჩენთან ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა არა ვართ ადვილი ხალხი და მეც არა ვარ ადვილი ადამიანი და ჩემთანაც ურთიერთობა ძნელია ვიცი ეგეთი თაობა ვარ თუ რა ვიცი რა გვჭირს რა ძალიან მიყვარხართ სულ ძალიან პატივს გცემთ მაგრამ ძნელია რა ურთიერთობა აი
ვერ უგებთ ერთმანეთს ხანდახან ერთ ენაზე კი ვლაპარაკოთ მაგრამ ვერ უგებთ ერთმანეთს რა მიშას ხსენება არის როგორ იცი რომ აი მართლა გიტლერი რო ახსენო რა ბიჭო ტიპი გამოვიდა და არც იყო ეგრე და არც არის ეგრე აი პრეზიდენტის ცოლი ბოზია და ქუთაისში რო იყო თელმა ქუთაისმა იხმარა და აი ისია ცემეს მერე ის რა ვქნათ ბიჭო აგერ 14 წელი მოვიდნენ და გატყუებდნენ 14 წლის თავზე უფროსის სახლი გახსნეს და სახლში ოქროს ზოდები ეყარა და ფული ახლა აღარ აგჯერათ რომ პროჭები არიან ესენი მიშას დროს ვინ გაბედავდა ბიჭო მაგდენი ფულის წაღებას და მაგდენი ფულის ახევას და მოპარვას და წაღებას შევარნაძე ვაფშე თავს მოაჭრიდა აგერ თვალწინ მოხდა ფაქტი რომ დაინახეთ რომ თელის მთავრობა თავის მინისტრები ან პრემიერ-მინისტრები ჩასვეს ციხეში ჩაყარეს ციხეში ესე 14 წელი გაბოდიალებდნენ ტყუილა ხო არა მაინც ნაციონალები დაგიჩემებენ და მაინც იმას ეძებთ რაღაცას რა ავე უბრალოდ დასანახია რა თბილისში ძალიან სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილვარ არასდროს სულ კერძო სამუშაოები მქონდა და ერთხელ ძალიან მდიდარი კაცის კომპანიაში მოვხვდი ბიჭო თან უფროსი ვარ ბიჭო ყველა იპარავს რომ მე მიმიშვეს რომ აბა მიდი და ბიჭო ყველა იპარავს კაროჩე რა ჩემ თვალწინ აგერ ხედა იმად გონიათ რომ მე არაფერს არ ვამო დავდიო რა გონიათ რომ და ეხლა მე უნდა სიტუაცია გავასწორო გესმის მე რა ვქენი იცი იმ მილიონერ კაც შეუთვალე მაშინ მილიონერები იყვნენ მილიარდელები არა ისე გამოდის მეთქი რომ ეხლა ამ სტანოგზე ერთი ფრთიანი ანგელოზი მე გამოვალ მეთქი და მოდი რა კარგად იყავი და წამოვედი იქიდან კარგად იყავი მეთქი დაუქნი ხელი და წამოვედი არა უნდა გამეყარა უნდა დამეკეტაო ისა და ყველანი უნდა გამეშვა სახლში ძალიან ძნელი არის ძალიან ძნელი ეხა მთელ ქვეყანას რო ჩაგაბარებენ და მთელი ქვეყანა რო იპარავს რა უნდა ქნა და მთელი ქვეყანა აღებმიცემობაში რო არის შესავალი გასავალი ნაშთი ჯიბაში 15 კაცი იქნებოდა იქ მეტი არა ძალიან დიდი ის იყო საწყობ და კაროჩე რა არ მინდა რა იყო როგორ იყო ვინ იყო არა აქვს მნიშვნელობა გადავწყვიტე რომ რა მოდი რა სხვამ გაასწოროს მეთქი რა ამათან ომს და ამათ სამსახურებიდან გაყრას მე გამოვდივარ პროჭი ჩათლახი ნაბოზვარი აი მოვიდა და აი ცხოვრებას გვიშლის და მე რო წარმოვიდგინე რომ მთელი საქართველო რო ჩაგაბარო თან ეგეთებითო თან ძნელია ქართველებთან ურთიერთობათო ძიმე ხალხი ვართ ვიცი ხო გადავწყვიტე და აი ესე ავიღე კუდით დავიხურე და კარგად იყავით მეთქი და წამოვედი გაგიჟდნენ ბიჭო რა სამსახური მიატოვე რა სამსახური მივატოვე ვერ ვაწყენინებ ვერცერთს ჩემ გამო ესენი რომ დაიჭირონ მე არ მინდა და მე წამოვედი იქიდან ეხლა პრეზიდენტი რო ხარ და ქვეყანას რო ჩაგაბარებენ უიმე ეს რა ძნელი ყოფილაო დაიხურო კუდი და სახში წახვიდე ეგრე ხო არ არისო ამის დედავადია რა არ ვიცი რა გონების ბინდებზე დავიწყე ლაპარაკი და სათავედი ეს არის ჩემო კარგო ხალხო საქმე რა ну რა თქმა უნდა მეც თქვენი ჯოგიდანა ვარ არც მე არა ვარ ანგელოზი მეც მეშლება რაღაცეები
და არა მაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ ამ ქვეყანაზე. რაც არ მოგეწონებათ, ნორმალური ენით მითხარით და მეც ნორმალური ენით დავილაპარაკებ და აგიხსნით. ოღონდ ქოცები არა. ქოცებთან სალაპარაკო ენა მე სხვა ვიდეოებს წერ. ქოცებთან რო ვიწყებ საუბარს. თქვენთან თქვენ შემოგევლეთ სულო და გულო. ვილაპარაკოთ და ვიყოთ რა. მოდა არ ბრაზდები, გონება დაგებინდაო, მე დავფიქრდი, კაცო, იქნება მართლა დამებინდა რა და გავიხსენე რაღაცეები და არა ძმაო. არაფერი არ მებინდება. არაფერი არ მებინდება. მოვიდა თუ არა მიშა შეაკითხა მეღვინეებს და ჩაასხა მტკვარში ღვინო, იმიტომ რომ წყალი სპირტი და შაქარი იყო. აი რა გვიქნა დაგღუპა. როდისმე ხო უნდა გასწორდეს ეს ქვეყანა. როდისმე ხო უნდა გამოვიდეს ამ მაფიოზური კლანებიდან ეს კლავს ქვეყანას. უკანმია კორუფცია ჩააგდე და დაიშლება ის ქვეყანა გაშპება, გაქრება. როდისმე ვინმე ხო უნდა გამოასწოროს, ვინმე ხო უნდა აიღოს თავის თავზე ეგ. რომ ნორმალური ცხოვრება დავიწყოთ. რომ ადამიანს არ ეშინოდეს, ან შიმშილი რომ მოკლავს, ან ავანტყოფობა. და როდისმე ხო უნდა იცოდეს, რომ რაღაცის თქმის გამო ციხეში არ დაიჭერენ თქო და არ ცემენ და თავს არ გაუპობენ და შენ იმის ისტი ხარ და ეს ამის ისტია და შენ დედა მოტყან და იმის დედა მოტყან და ამაის დავიწყე გინება რა. ვინმე ხო უნდა გაასწოროს ეს ქვეყანა. აი მიშაო ასე იყო რომ მოვიყვანეთ და ახლა ნახეთ რა აქნა. გაავსო სასაფლაოებით საქართველოს ემიგრანტებით და ნაცემი და ნაბეგვი ხალხით. Ёб твою мать. რუსულადაც შევიგინე. კარგად იყავით ჩემო კარგო ხალხო რა. რა ვიცი აბა. მართლა ეგრეა რა. ვაჟას რო ახ ნათქვამი. ნუ ნახავ მზე საინანებ განასულ მოდამზეაო. მიწასებარე ნუ მოხვალ მოსვლაში არ აყრიაო. ეგ არის რა. ავიც ჩემი ლაპარაკით ვინმეს რამეს თუ გავაგებინებ არზე არა ვარ, მაგრამ არ მასვენებს გამჩენი რა. კარგად იყავით.